მოგესალმებით რადიო მსმენელო, ეთერში არის ახალი რუბრიკა, რომელიც ტრეიდერების საბისა და რადიო კომერსანტის ერთობლივი პროექტი არის და მივესალმები მოკეთ ჩემ გუნდის წევრს, მე რატი ქირე გახლავართ ტრეიდერების საბის ხელმძღვანელი და ნიკა წივწივაძე ტრეიდერების საბის მენტორი ანალიტიკოსი იქნება ჩემთან ერთად დღეს. ნიკა გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით, ნიკა წივწივაძე, ტრეიდერების საბის ანალიტიკოსი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად ბაზრებზე, რა ხდება საერთაშორისო ბაზრებზე, შევეხებით ამერიკის საფონდო ბირჟას, ასევე კრიპტო ბაზრებს და მაკროფაქტორებს, რომელიც ახდენს დღევანდელ ეკონომიკურ თამაში გავლენებს და იმედია არ მოვაწყოთ ჩვენს მსმენელებს. კარგი, იცი, მეც საკმაოდ ბევრი თემა მაქვს ჩამოწერილი და მინდა რომ ყველა თემას შევეხო. მაგრამ მოდი, რადგან გუშინ გამოვიდა ძალიან საინტერესო ინფორმაციები ამერიკის მთავრობის მხრიდან, ეს არის რომ ამერიკაში ეგრეთ წოდებული შატდაუნი ეკონომიკური მოკეთ კრიზისი რაღაც დოზით, რომ შეჩერებული იყო მთლიანად მუშაობა ამერიკის მთავრობის, მოეწერა 4 შაბათს ხელი, რომ მოკეთ უკვე დაიწყება მისი ამოქმედება. მანამდე შევეცდები, რომ პატარა ინფორმაციებიც თან რა მიიღო ამ შატდაუნის შედეგად ამერიკამ, ანუ ზარალებზეა საუბარი და მე ვიცი რომ საინტერესო ინფორმაცია გაქვს უკვე სტოკ მარკეტზე, ამერიკის საფონდო ბირჟაზე და თან შეგვიძლია რომ კავშირიც დავინახოთ ამ ყველაფერთან. მაგალითად, ეგეთი რაღაცა გვაქვს რომ პირველ რიგში რომ 43 დღე გაგრძელდა ნიკა როგორც იცი ეს ისტორიულად ყველაზე ხანგრძლივი მკაფიო ფინანსური და ეკონომიკური რაღაცა შეჩერება და მიიღეს საკმაოდ დიდი პოლიტიკური ზიანიც და რო არ ვილაპარაკოთ ბანალურად რიცხვებში რო ჩავიდეთ 11 მილიარდი აქვს ჯამში მოკეთ ამერიკის მთავრობას მიყენებული ზარალი აქედან მოკეთ 3 მილიარდი მუდმივად დაიკარგა ანუ ვერასოდეს ვერ მოხდება მისი აღდგენა და დანარჩენი 8 მილიარდი დოლარი შატდაუნის შემდეგ მაინც რეალურად გამოიწვია დროებითი ეკონომიკური რყევები ამის ფონზე მაქვს კიდევ სხვა რაღაცეები მათ შორის უმუშევრობა მაგრამ ამის ფონზე კარგი იქნება რომ გაუზიაროთ ინფორმაცია რა ხდება ფინანსურ ბაზარზე ამის პარალელურად. კი, საფონდო ბირჟას დიდად არ უგრძნია ეს მთავრობის შეჩერება, იმიტომ რომ გამოვიდა ბოლო 3 კვირაში წამყვანი კომპანიების კვარტალურ შემოსავლების შედეგები, სადაც Nvidia, AMD, Microsoft, Google, Amazon მეტა მათ შორის მოხდა ეს რაღაც რომ აჯობეს შემოსავლებს, ანუ რაც ყო ნავარაუდები იმ ფინანსურ შემოსავლებს. აჯობეს ერთადერთი დიდი კომპანია, რომელსაც ვერ აჯობა იყო Tesla, თუმცა თუ ჩავალთ უფრო ეკონომიკურ სიღრმეებში უკვე ჩანს მთავრობის შატდაუნის გავლენაც, იმიტომ რომ ISM-ის ინდექსი, წარმოების ინდექსი, ეს ინდექსი ჩამოვიდა 48-მდე, 50-ს ქვემოთ, ნიშნავს, რომ ეს ინდექსი უკვე აღარ ფართოვდება და მოდის კლებაში. ეს უშუალოდ წარმოების მხრივ, თუმცა თუ შევეხებით სერვისების ინდექსს, ის გაზრდილია, იმიტომ რომ სერვისები მაინც უფრო საერთაშორისო ბაზრებს ეხება, არ არის რაღაც ლოკალური და რაღაც საშუალო ზრდა ბაზრის მაინც წამოვიდა ცოტა შემცირებაში. თუმცა ისე ფინანსურად არა, როგორც უფრო ეკონომიკურად. რაც შეეხება ამ კომპანიების შემოსავლებს, საინტერესო რაც იყო ის, რომ ინვესტორებთან წერილში თითოეულმა მათგანმა დაანონსა ხელოვნურ ინტელექტში გაზრდილი ინვესტიციები. საერთო ჯამში რომ შევაჯამე, გამოდგა დაახლოებით 300 მილიარდის ინვესტიცია არის დაგეგმილი მომავალ წელს ამ კომპანიებისგან AI სექტორში და დაახლოებით რომ ვივარაუდოთ, თუნდაც ამის 30%-იც რომ წავიდეს Nvidia-ში, ნიშნავს რომ Nvidia-ს უკვე მომავალ წელს გარანტირებულად აქვს 100 მილიარდის ბრუნვა. ხოლო ამ კომპანიებისგან Nvidia-ზეა საუბარი, ხომ? თან ისიც შევახსენოთ მსმენელებს, რომ Nvidia არის მსოფლიოში ყველაზე ძვირიანი კომპანია, იმიტომ რომ უკვე დააფიქსირა რაღაც მომენტში 5 ტრილიონი კი და ეხაც რომ უყურებ ჩამოსულია 4.7 ტრილიონს, მაგრამ დროებითია ყველა ხვდებით. ეგ ძალიან კარგი ინფორმაცია, უბრალოდ მინდა რომ რაც ახსენეთ ძალიან სასწრაფოდ მართალია, მაგრამ მაშინ კითხვა ჩდება ლოგიკური, რომ მაშინ ვინ მიიღო ბჭყალებში ზარალი, ეს ანუ ეს 11 მილიარდი საიდან დაიკარგა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო, რომ რეალურად დაზარალებულთა საკმაოდ დიდი ნაწილი არის ფედერალური მუშაკები. დაახლოებით 800,000 ადამიანზე არის საუბარი, რომელსაც აი ამ 43 დღის განმავლობაში ზუსტად 0 ლარი ერიცხებოდა ხელფასის სახით. ანუ პრაქტიკულად მათ ხელფასები არ მიუღიათ და საკმაოდ დიდი დარტყმა არის ეს GDP-ის ნაწილში, იმიტომ რომ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტორი იყო, როცა თუნდაც ჩვენც რო ვაჭრობთ, თუნდაც ჩვენთან კომპანიაში და აქაც ბევრი იწერებოდა, რომ ბრმად ხდება ვაჭრობა, თუნდაც ინვესტორების მხრიდან რომ ვერ ხდება იმის დაანგარიშება, რომ აი რა ხდება და როდის ველოდებით რეალურად სწორი ინფორმაციის გამოსვლას და
shutdown-ის პირობებში არ გამოდიოდა, ან გამოდიოდა დაგვიანებით ინფლაციის მონაცემები, ბიუჯეტის მაჩვენებლები, შრომის ბაზის სტატისტიკა და სასოფლო სამეურნეო. ინფლაცია ხა გუშინაც უნდა გამოსულიყო, მაგრამ არ გამოვიდა, იმიტომ რომ ხო, იმედია უკვე ვიხილავთ ნელა ამაში გამოსულიყო. დღეს გამოდის, ხო, კიდევ დღეს არის ხო, მეორება და დღეს არის საერთოდ გამოდის. დღესაც ველოდებით, რომ ზუსტად 17-30-ზე საქართველოს დროით თუ არ ვწდები დროში გამოცხადება საინტერესო ინფორმაციები, მაგრამ რეალურად ხო ეგ პრობლემა ჰქონდა, რომ ფედერალურმა რეზერვებმა საკმაოდ ბევრი ინფორმაცია და მონაცემები არ მოგცეს, რომ რაღაც ხრივ ჩვენც გვევაჭრა, გაგვეკეთებინა სწორი ანალიზი და გაგვეკეთებინა თუნდაც რაღაცა სწორი მიმართულებით ხედვები. კარგი ინდექსებიც რომ გვეხსენებინა, ინდექსები ხომ არ გაქვს რა მდგომარეობაში არის ახლა ინდექსები, საფონდო ბირჟის ინდექსები მთავრობის დახურვიდან დღემდე მაინც დაში არის, თუმცა ბოლო დღეებში მაინც შეინიშნება კორექციები. რაც გამოწვეულია პირველ რიგში იმით, რომ დიდი კომპანიები ისეთები როგორიც არის Nvidia, Palantir ცოტა ხანი წამოვიდა კორექციაში, მოხდა ინვესტორებისგან მოგებების განაღდებები, ესე რომ ვთქვათ, და ხო ცოტა ხანი არის კორექციაში, თუმცა თარიღები რო ავიღოთ დიაპაზონი მთავრობის shutdown-ის დაწყებიდან დღემდე მაინც ზრდაში არიან ინდექსები. ასევე ერთ-ერთი სხვა პოზიტიურ მოვლენებთან არის ის, რომ ფედერალურ რეზერვებმა დაანონსეს მონეტარული პოლიტიკის შერბილება დეკემბრიდან უკვე და ფედერალური რეზერვები საკუთარი ბალანსის შემცირებას აღარ დაიწყებს. პირიქით დაიწყებს რაღაც გაფართოებას, რაც რა თქმა უნდა მეტლიკუდობა შემოიტანს ბაზარზე, მეტლიკუდობა ნიშნავს ბევრ ფულს და ბევრი ფული ნიშნავს რა თქმა უნდა ბევრ ინვესტიციებს. თუნდაც ინდექსებში, თუნდაც ამ ინდექსში შემოვალ კომპანიებში. კი, ეგეც ძალიან საინტერესოა და თან ისიც მინდა ვახსენო და ალბათ ჩვენს ამეთანხმები, რომ აი ამ ფონზე საკმაოდ დიდი პანიკა იყო და არის დღემდე, რადგან ინფორმაციები არ გამოდიოდა და პრაქტიკულად აი ამ პანიკის დროს ინვესტორების უმრავლესობა ეძებენ დაცულ ზონას, რასაც თარგმნით ქართულად ან დაცული ზონა, ეს არის ოქრო. ოქროს იმიტომ მინდა რომ შევეხო, რომ ამ ეტაპზე თუნდაც აი live data რო თქვათ 4236 ღირს 1 უნციის ღირებულება. ანუ ეს გამოდის, რომ ჩვენ რეალურად საუბრობთ 28.6 გრამზე, რომელიც ანუ პრაქტიკულად ძალიან გადაფასებული არის 1 უნციის ღირებულება და ამ shutdown-ის პირობებშიც ვნახეთ, რომ ძალიან მოიმატა ოქროში ინვესტიციები და ამაზეც სულად მაღაზიას საუბრობენ, რომ ეშინიათ ალბათ დაახლოებით იმის თუ რა მოუვა დოლარს და როგორი იქნება შემდგომი ცვლადები, რომელიც უკვე ნენელა უკვე გამოსწორდება და უკვე როგორც ახსენა მთავრობამ ამერიკის საარბომოში უკვე შემდეგი კვირიდან ველოდებით, რომ დაიწყება სწორად გამოტანა ინფორმაციების, აი მაგის ხედვით ველოდებით რა მოხდება დოლარისა და ოქროს კორელაციის ნაწილში, იმიტომ რომ ერთ-ერთი საინტერესო ინფორმაციაც რო გავაზიაროთ, დოლარის ინდექსის მაჩვენებელი 100-ის ქვემოთ ნიშნულში იყო სადღაც ამ წლის მაისიდან მოყოლებული. ანუ ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად დოლარზე ინტერესი ძალიან დაბალი იყო, მაგრამ აი ამ shutdown-ის პირობებში მათ შორის ოქრომაც რაღაც მომენტში წინა კვირას მიაღწია 100-ის ნიშნულს, თუმცა მაინც დაიწყო დაკორექტირება, როგორც კი ინფორმაციები წამოვიდა, რომ უკვე shutdown-ის თემაზე უკვე ტრამპმა კანონპროექტს ხელი მოაწერა დასრულებასთან დაკავშირებით და ესეც ძალიან საინტერესოა, რომ თან მოგეხსენებათ, რომ უმრავლესობა პალატაში წარმოდგენილი ზუსტად რომ მათი მხრიდან არიან წარმოდგენილი, ამიტომ ეს ხელმოწერა ძალიან სწრაფად და უმტკივნეულად მოხდა და პალატაში კანონპროექტის მიღების პერიოდში, რას მოგცემს არ ვიცი, მაგრამ 222 ხმით ტრამპმა მოკეთ გაიმარჯვა, რომ ეს ყველაფერი დასრულებული იყო. კაი, გვაქვს კიდევ ეგეთი ამბავი, რომ გვაქვს ეგეთი ნაწილიც, რომ აი სასაქონლო ბაზარზე მინდა რომ კიდევ ერთხელ შევეხო რა მოლოდინი გექნებოდა, მაგალითად, იმიტომ რომ ჩვენ თუნდაც ტრეიდერების ჰაბში იანვრიდან მოყოლებული ვამბობდით, რომ ოქროს ღირებულება $4000 გაცდებოდა და ეს მოხდა ოქტომბერში პრინციპში, იმიტომ რომ ოქტომბერში, საწყის ოქტომბერში ჩვენ უკვე ნახეთ ოქროსთან მიმართ კიდევ უფრო მეტი ინტერესი. კი. აი ამ თემას ემართებით ბარემ კრიპტო ნაწილიც რო გავაანალიზოთ, იმიტომ რომ კრიპტო ამ ეტაპზე დაახლოებით $106,000 ფარგლებში მერყეობს, ხო, როგორც მასურს. 102,000-ია ბიტკოინი. ხო, 102-ის ნაწილში, ხო, ეხლაც აი $103,146 და რას ფიქრობ, ბარემ ესეც რო ვთქვათ, რა იქნება shutdown-ის შემდგომ
კრიპტოს ბულრანის თემა, იმიტომ რომ ყველას აწყობს ეს თემა, ბულრანი. ხო, იდეაში კრიპტო ცოტა განსხვავებული ბაზრად არის ჩამოყალიბებული. ბულრანს რო ვახსენებთ, იდეაში ბიტკოინს ქონდა ბულრანი, იმიტომ რომ დაახლოებით 7x-ი დადო, ან 800%-ამდე გაიზარდა. ბულრანი არ ქონია სხვა ალტკოინებს, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ ბაზარზე რეალურად შემოვიდა რაღაც 100 ალტკოინის მაგალითად მილიონი ალტკოინი და ეს კაპიტალი გაიფანტა ამ მილიონი ალტკოინში და მაგიტო რეალურად ეს კარგი პროექტები და რეალურად რაღაც მშენებერი პროექტები დაჩნდნენ ესე ყურადღების გარეშე, ესე რომ ვთქვა. ჯერჯერობით კრიპტო მაინც იცავს საკუთარ 4 წლიან ციკლს, ესე რომ ვთქვა, რაც ზუსტად დღეებით რო დავსვათ დაახლოებით 6 ოქტომბერს უწევდა უკვე ბიტკოინის ტოპი. თუმცა თუ რაღაც მაკრო ფაქტორებს წაუმატებთ და წავაშველოთ, ეხლა რეფინანსირების განაკვეთის შემცირებად შეიძლება წაეხმაროს ბიტკოინს დაახლოებით წლის ბოლომდე შეიძლება მაინც იყოს კრიპტოში ზრდები. ხო, იმიტომ რომ ეხაც რო უყურებ market cap-ი, ან მთლიანი ღირებულობა კრიპტოში 1.51% ეხლა შემცირებული, ან 3.4 ტრილიონია მთლიანი market cap-ი. ნუ მთავარი მოცულობა რა თქმა უნდა ბიტკოინში არის მთლიანი და ვთქვათ უხეშად ჩასხმული ეს თანხები და კვლავ ალტკოინის სეზონი ჩამოსული არის 30-ი. ანუ ბიტკოინის სეზონში ვართ გაჩერებული და ამ ბიტკოინსაც მაინც და მაინც დიდი მოძრაობები არ აქვს, ხო? ანუ 125-მდე ავიდა. მე ისევ საკმაოდ დიდი მოძრაობები გააკეთა. მე მგონი აი ესეთი სისტემური რისკები რაც არის, რომ შატდაუნი უცბად მე რაღაცა პანდემია და შემდგომ, მოკლედ აი ეს ძალიან პროგნოზირებულ ეგრეთებულ ციკლებს ანელებს ხოლმე და აჩერებს ხოლმე. ამიტომ ესეც არის, რომ თუნდაც შიშის სიხარების ინდექსი 25-ზე არის ჩამოსული, მაშინ როცა უკვე ასული იყო 70 პლუს და მეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან გადაფასებული იყო ბაზარი, მაგრამ ახლა უკვე დაუფასებელ მდგომარეობაში ვართ. ეგ მახსოვს რომ შენ ამაზეც ქონდა სტოკ მარკეტზე, მახსოვს რომ ამაზეც ქონდა ანალიზი. დაახლოებით მსგავს სიტუაციაშია. ძალიან პატარა კორექციებიც კი დიდ პანიკას ქმნის ხოლმე ბაზარზე, რაც ალბათ უკვე იმ შეიძლება აიხსნას, რომ ძალიან ბევრი გამოცდილებით ახალგაზრდა ინვესტორი შემოდის ბაზარზე და მხოლოდ უნდათ აღმავალი მოძრაობები და ყველა კორექციაზე, ანუ აღმავალი მოძრაობაზე რაღაცა პანიკა შემოდის ყველა ბაზარზე თითქმის. ესე აიხსნება ეს მომენტი. საფონო ბიჟაც ხო იყო შიშის ინდექსში გადმოსული, უკიდურეს შიშის ინდექსში, თუმცა რეალურად ბაზარზე მხოლოდ 4%-იანი კორექცია იყო და მეტი არა. პრინციპში ეს არის ძალიან საინტერესო ნაწილი, რომ რასაც ველოდებით ხოლმე რაღაც მომენტში მართლდება, მაგრამ აი შატდაუნი აი საიდან მოუწიაო, რო ვთქვათ, მოუწევდა, იმიტომ რომ ამერიკამ აიღო თავის თავზე ის მთელი არ ვიცი როგორ თქვა ის განსაცდელი, რაც COVID პანდემიის შემდგომ დარჩა, იმიტომ რომ როგორც დომინანტი ქვეყანა, როგორც სავალუტო წყვილებში, რომელზეც ივაჭება 80% თუნდაც დოლართან მეთებაში და სასაქონლო ბაზარი და კრიპტოშიც დოლარია და ყველგან დოლარია, მოკლედ გამოდის რომ თუ დომინანტობა გინდა სოფლიოში, მაშინ ის შემდგომი ნაწილები ან მორჩენილი კუდები, როგორც არის ეკონომიკური კრიზისები, პრობლემები მთავრობაში, დაფინანსებაში და შემდგომ მაინც და მაინც რა თქმა უნდა ამერიკას რჩება, იმიტომ რომ კი COVID პანდემია მორჩა, მაგრამ ამერიკაში კვლავ გაქვს მაღალი ინფლაცია, კვლავ მაღალი რეფინანსირების განაკვეთი და რეფინანსების განაკვეთის როგორც ვახსენეთ მე მგონი შეარბილებენ, ხო, რაც 4% გვაქვს ახლა, ხო ესეა. კი, თუ დღევანდელი ინფლაციაც დაეხმარება და იქნება შემცირებაში წამოსული, დიდი ალბათობით უკვე შემცირდება 3.75 შუალედში. ხო, დიდი ალბათობით შემცირდება დეკემბერშიც. 0.25%-ით ველოდებით, რომ წლის ბოლომდე ალბათ 3.75 თუ კიდევ ძალიან პოზიტიურად ვიმშელებთ, შეიძლება 3.5, მაგრამ ნახოთ როგორ განვითარება ეს მოვლენები, იმიტომ რომ ჩვენც ველოდებით, იმიტომ რომ შატდაუნის პრობლემებში პრაქტიკულად ძალიან ბევრი არასასურველი, არასწორი ინფორმაცია თუ არა დაგვიანებული ინფორმაციები მოდიოდა და ამიტომ ძალიან გვიჭირდა ვაჭრობაც, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ თუნდაც ჩვენს გამოწვევას, რომ რაღაცნაირად ეს გამოცდილებაც ჩვენთვის სასიკეთოდ მივიღოთ, იმიტომ რომ ორი მიმართულებით ვაჭრობთ, ან ფასის აღმავლობა, ან ფასის დაღმავლობა, ამიტომ რაღაცად მოვერგებით. და ხო, მოკლედ პრინციპში ესენი იყო, რაც შეიძლება რომ დღესდღეობით თან გაგვიზიარებინა, იმიტომ რომ ამ თემას ემართებაში შეგვიძლია ჩვენ მე უკვე გავაგრძელოთ საუბარი, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო ინფორმაცია გვინდა რომ აი ესე ყოველ ხუთშაბათს გავუსიაროთ მსმენელებს, მაყურებლებსაც
და შევეცდებით რომ კიდევ უფრო მეტად საინტერესო ინფორმაციები ყოველთვის მოვიძიოთ, მოგაწოდოთ, რომელიც კიდევ უფრო საინტერესო არის და ტრენდული არის და საინტერესო არის ინვესტორებისთვის, იმიტომ რომ ბევრი არის დაინტერესებული ინვესტიციებით, ბევრი არის დაინტერესებული ტრეიდინგით და ჩვენც თავარი ამოცანა ის რომ გქონდეთ მათ რაღაცნაირად გაფილტრული ინფორმაცია, რაშიც მადლობა რო გვეხმარები აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენს გამოგვის აქტივობად. მოკლედ ჩვენი ყოველ ხუთშაბათ შეხვედრა იქნება 16:30-ზე რადიო კომერსანტის ეთერში და შევეცდებით რომ გაგიზიაროთ ტრეიდერების ჰაბთან ერთად დამატებით ინფორმაციები, რომელთაც შეგვიძლია რომ კიდევ უფრო საინტერესო გავხედოთ რადიო აი ამ ფინანსური ინფორმაციების საფუძველზე. შეგვიძლია რომ ამ ინფორმაციებით დაგემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე. მე გახდით რატიქირია, ნიკა წივწივაძე ტრეიდერების ჰაბიდან. მადლობა დროებით.